არის ნიზამის ხამსა, თქვენ ყველამ კარგად იცით. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულ კოლექციებს ფერეიდნელი სტუდენტები ეცნობიან. 19 სტუდენტისგან შემდგარმა ჯგუფის წევრებმა განსაკუთრებული ინტერესით ქართულ-სპარსული ისტორიული დოკუმენტები დაათვალიერეს. ასევე მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია კომპიუტერულ შემეცნებითი პროგრამის ჩემი შექმნილი წიგნისა და ცენტრის მუდმივ მოქმედი გამოფენის ექსპონატების შესახებ. განსაკუთრებული სტუმრები არიან ფერეიდნელები, როდესაც მოდიან ჩვენთან. ჩვენ მათ განსაკუთრებული ინტერესით ხვდებით და განსაკუთრებული პროგრამით, ასე ვთქვათ. იმიტომ რომ მათი ინტერესი ძალიან დიდია, როგორც ქართული მასალისადმი, ასევე ჩვენთან დაცული სპარსული მასალისადმი. და ვცდილობთ, რომ გარკვეული პროგრამის ფარგლებში მათ მაქსიმალურად მივაწოდოთ ინფორმაცია, რომელიც მათთვის არის საინტერესო. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი და მისი ხელმძღვანელობამ ძალიან კარგი კავშირები გადააბა საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებთან, რაც მე მიმაჩნია, რომ ძალიან საჭირო, იმიტომ რომ საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებმა უნდა იცოდნენ ვინ ექნენ თავიანთი წინაპრები და რა კულტურა, რა მემკვიდრეობა ჰქონდათ იმათ თავიანთი მამაპაპურ სამშობლოში. ფერეიდნელი სტუდენტები თბილისში რამდენიმე დღის წინ საქართველოს საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში სასწავლებლად ჩამოვიდნენ. უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ პროგრამის ფარგლებში ფერეიდნელი სტუდენტებისთვის სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამები განახორციელა. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ფერეიდნელები სწორედ პროგრამის ფარგლებში ეწვივნენ. სწავლის პარალელურად სტუდენტები საქართველოს სხვადასხვა კუთხესაც ეწვევიან და ღირსშესანიშნავ ძეგლებსა და სიწმინდეებს გაეცნობიან.